ჩვენი ეს უწყვეტი ჯიუტი პროტესტი, სადაც არის აი 60 დღეს აითვლის ხო 29 ჩვენი დაანონსებული აქციის დღეს სწორედ ეს თარიღი, როდესაც ჩვენ რაღაცნაირად ერთად ავღნიშნავთ ამ ჩვენი წინააღმდეგობის 2 თვის თავს. ჩვენი პროტესტის უწყვეტობა და იქ რაღაცნაირად ჯარისკაცული დგომა საზმაოს წინ, ხო? ეს არის მხოლოდ იმისი დასტური, რომ იმდენად პრინციპულია ეს წინააღმდეგობის ეს ფრონტი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვისაც ჯიუტად დადის, რომ ამ ბრძოლაში უკან დახევის არც ერთი ნაბიჯი არ იქნება. მე მინდა რომ რაღაცნაირად ეს ეთერი თქვენი ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ თქვენ მაყურებელს მიმართ, რაღაცნაირად ის მათ, ვინც შეიძლება ყოველდღე არ დადიოდა ჩვენთან და რაღაცნაირად ამ აქციაზე ტელევიზიის წინ და რაღაცნაირად მივიტანო მათ ყურამდე რატომ არის 29-ის თარიღი ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მრავალრიცხოვანი ვიყოთ იქ. ეს იქნება დღე, როცა ყველა ის ჯგუფი, რომელიც ცალ-ცალკე ხო მუდმივ მოქმედ პროტესტზე პროტესტის განმავლობაში აპროტესტებდა შინაარს ან შინაარსის ნაკლებობას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერისა, ამ დღეს ჩვენ ერთად შევიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენ წინააღმდეგობა პროპაგანდასთან, ხო? ანუ როდესაც ჩვენ ვამბობთ აი მთელი ჩვენი დიდი პროტესტის განმავლობაში, რომ ჩვენ ვუპირისპირდებით რუსულ რეჟიმს, ან მე მიყვარს ხოლმე უფრო მირჩევნია თქვა რუსული ყაიდის ავტორიტარიზმს, ხო, ხაზგასმით რო თქვა, რას ნიშნავს? ანუ ამ ავტორიტარიზმის პაკეტში, ასე ვთქვათ, მოდის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ისეთი საშიში მანქანა, რომელმაც იმუშავა ძალიან განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებებში, რა იმუშავა რუსეთში, იმუშავა ბელორუსიაში და მე პირადად რაღაც ძალიან ნაივური მგონია ხოლმე ის დამოკიდებულება აპრიორი, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში დიდი წარმატებით ვერ გაიდგამს ფეხს და რატომ. აი ხლაც რაღაცნაირად აი ესეთი სიტუაცია, როცა ძალიან უცნაურ ემოციურ ფონზე ვსაუბრობთ ჩვენ აქ ყველანი. ხო, თითქოს გვიწევს წყნარი 7 მდგომარეობის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის წინ დგას ჟურნალისტი მზია მაღლობელი და ეს არის პირველი ინდიკატორი, რომ ავტორიტარული რეჟიმი დაგვაშენეს თავზე, ხო? ჩემი აზრით, საზოგადოება რეაგირებს, რა თქმა უნდა და ძალიან აღელვებული ვარ მე თვითონაც ეს ბოლო დღეები განსაკუთრებით, მაგრამ არის მაინც ხალხი, რომელიც როგორღაც ახერხებს საკუთარი სინდისის გაჩუმებას აი ამ საშინელი მდგომარეობის წინაშე, ხო? აი ამაზე დგას ავტორიტარიზმი, ხო, რაღაცნაირად ამაზე დგას, ამაზე როგორ თქვა, დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც იწვევს ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დეზორიენტაციას, ხო? ანუ აი ამდენი ყალბი ინფორმაცია, ამდენი ფსევდო არგუმენტი იმის შესახებ თუ რა არის ტყუილი, რა არის მართალი, ხო? რა არის უფრო უპრიანი მუხლი, რომ მიუსადაგო ჟურნალისტს, რომელმაც ცილა გააწნა, თქვათ პოლიციელს, მაგრამ ეს შეიძლება ყოფილიყო მუხლი აღძრული მის წინააღმდეგ, როგორც პოლიციის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა, ხო? რომელიც საერთოდ სხვა მუხლია და ხა საერთოდ სხვა სიტუაცია გვექნებოდა, ხო? ქვეყანაში თუ არა, ყოველ შემთხვევაში დღეს არ ვისაუბრებდით მზია ამაღლობელის შემთხვევაზე. ანუ რას აკეთებს პროპაგანდა, ხო, როგორ აღწევს წარმატებას? ის ძალიან ბევრ კეთილსინდისიერ ადამიანს აი ამ ინფორმაციული დეზორიენტაციით და ყალბი ნახევარსიმართლეების გავრცელებით ამყოფებს პასიურ მდგომარეობაში. მათ აძლევს რაღაც არგუმენტებს, რომ იცი რა, არაუშავს, ალბათ ეს ადამიანი, სადღაც ალბათ არ იყო მართალი, სადღაც ალბათ მე შემიძლია ვიზარმაცო და გავჩუმდე და ანუ არ შემეშინდეს, რომ ესე ცუდად არის სინამდვილეში სიტუაცია ქვეყანაში და ამდენად ტრაგიკულად რთული მდგომარეობა გვაქვს, ხო? ანუ ჩვენ ყველანი ვიცნობთ ჩვენს გარშემო ადამიანებს, რომლებიც ირჩევენ ჩუმად იყვნენ, ანუ ყველას გვყავს 1-2 ესეთი ახლობელი მაინც, ხო? ანუ აი ამ სიჩუმის მიზეზი ზუსტად ეს რბილი ან არარბილი პროპაგანდაა, რომელიც ამარაგებს ადამიანებს არგუმენტებით, რომ მე დღეს რომ გავჩუმდე, არაუშავს. და საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვათა შორის, ხო, აი შედარებით, ანუ შედარებით მეტი ადამიანი რაღაცნაირად თუ არ უყურებდა, ხშირად არ უყურებდა, მაგრამ ვინც უყურებდა, აი ისეთი პროპაგანდის არხად მაინც არ თვლიდა, როგორც ახლა იმედი და ზოგიერთი სხვა უხსენებელი ტელევიზიაა, ხო, მაგრამ ჩვენი რაღაცნაირად სახალხო ეთერის მოპოვების შემდგომ, აი ამ რაღაც პატარა ფანჯარის გახსნის შემდეგ, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრანსლირდა სხვადასხვა ადამიანის კრიტიკა, ხო, ამ რეჟიმის მიმართ საზოგადოების სხვა ჯგუფების, რაღაცნაირად პირველი არხის ფაქტობრივად რეაგირება ამაზე იყო რბილი პროპაგანდიდან გადასვლა აგრესიულ პროპაგანდაზე. ეს რაღაცნაირად ჩვენი
ჭყალებში მონაპოვარია, მაგრამ თათიას თქმის არ იყოს, ეს არის გაშიშვლება სინამდვილეში, ხო? გაშიშვლება არხის რეალური განზრახვების, რომელიც მანამდე რაღაც მონტაჟური ხრიკებით და მანიპულაციის სხვადასხვა ტექნიკით ახერხებდა, შეექმნა ბალანსის ილუზია. ახლა მე თვითონ კინოდოკუმენტალისტი ვარ და მე მონტაჟე და ახლა ძალიან ბევრმა ადამიანმა ამ ქვეყანაში ვამჩნევთ, არაპროფესიონალებიც ვამჩნევთ, როგორი ადვილი არის, რომ ყველა სიუჟეტი ისე დაამონტაჟო, რომ წარმოაჩინოთ თითქოს მართლ პარტიას რაღაცა არგუმენტი აქვს, ან პასუხი აქვს რაღაც კითხვებზე. ამიტომ მე მაყურებელს ამ გადაცემის ძალიან მინდა მოუწოდო, რომ სერიოზულად მივიღოთ პროპაგანდის მანქანის მუშაობა, რომ არ არის ეს სახუმარო საქმე და აი ამიტომ ზუსტად ეს ფრონტი ჩვენი წინააღმდეგობის ხანგრძლივი წინააღმდეგობის, გაუჩერებელი წინააღმდეგობის ფრონტი 29-ში არც არაფერი იწყება, არაფერი არ მთავრდება, თუმცა ეს არის აქცია, სადაც ჩვენ ყველა მერთად უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ფრონტი ბევრი ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი და 7 საათზე დავდგეთ ამ დღეს ჩვენი ეთერის ასე ვთქვათ დარაჯად.